მოგესალმებით. ჩვენ ვისაუბრებთ გელათის სამგალობლო სკოლაზე, გელათის სამგალობლო ტრადიციებზე. მოგეხსენებათ, რომ გელათის მონასტერი, რომელიც დავით აღმაშენებელის ზეობის ხანაში აშენდა და ასე ვთქვათ, სახელი გაითქვა უკვე როგორც შესანიშნავმა ცენტრმა, საგანმანათლებლო ცენტრმა, ძალიან დიდი სამგალობლო ტრადიციები შექმნა და ეს ტრადიციები თითქმის მე-20 საუკუნის დასაწყისის ჩათვლით იყო შენარჩუნებული. ამას ნათლად მიუთითებს ის ხელნაწერები, თუნდაც მე-19 საუკუნის მიჯნაზე შექმნილი, სადაც ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, გელათის სკოლის საგალობლები არის დაფიქსირებული. გელათში შუა საუკუნეებში მოღვაწეობდნენ ისეთი შესანიშნავი ჰიმნოგრაფები, როგორიც იყვნენ იეზეკიელი, პეტრე გელათელი, მათ აქვთ დაწერილი იამბიკოები, ივანე პეტრიძე, ასევე შესანიშნავი იამბიკოების ავტორი გახდათ. ასევე გელათის მონასტერთან არის დაკავშირებული შესანიშნავი ჰიმნოგრაფის არცენ ბულმაისიმის ძის შემოქმედებითი მოღვაწეობა ზოგადად და ჩვენ ვიცით, რომ ცნობილია მისი ჰიმნოგრაფიული კანონები მიძღვნილი წმინდა ნინოსადმი, შიო მღვიმელისადმი, ასევე მას აქვს დაწერილი 2 ჰიმნოგრაფიული კანონი მარტყოფის ხელთუქმნელი ხატისადმი და ერთ-ერთი კანონს მან თვითონვე ერთ-ერთი კანონისთვის მან თვითონვე შეთხზა თვითხმოვანი ძლისპირები. ეს კი მიუთითებს იმას, რომ ის იყო ამ საგალობლის ჰანგების ავტორი, ორიგინალური ძლისპირები შეადგინა მან. შემთხვევითი არ არის, რომ კათოლიკოსი ანტონ ბაგრატიონი არსენ ბულმაისიმის ძეს მოიხსენიებს როგორც ლამაზ მუსიკს. ფიქრობთ, რომ აქ იგულისხმება შესანიშნავი მუსიკის შემთხზველი. ჩვენ ვიცით, რომ სადღაც მე-11 საუკუნეში გაიმიჯნა ჰიმნოგრაფის როგორც პოეტისა და მუსიკოსის საქმიანობა. შეიძლება ესე თუ ის მოღვაწე ყოფილიყო მხოლოდ ესე ვთქვათ, საგალობლის ტექსტის ავტორი, ხოლო მის მუსიკალურ მხარეზე ზრუნავდა სხვა სწავლული. ვიცით, რომ მანამდე ძირითადად იყვნენ უნივერსალური ცოდნით გამორჩეული და ნიჭით გამორჩეული მოღვაწეები, რომლებიც ერთდროულად იყვნენ პოეტებიც და მუსიკოსებიც. თუმცა, როგორც ვთქვით, მოგვიანებით ეს საქმიანობა გაიყო. მაგალითად, კარგად ჩანს, რომ ივანე ქართლის კათალიკოსი, რომელსაც მონაწილეობა მიუღია გელათის მონასტრის მშენებლობაში, მან დაწერა ანდრია კრიტელის კანონისთვის ჰანგები, კილოები შეთხზა დავით აღმაშენებლის ბრძანებით და ტექსტი, როგორც ვიცით, ტექსტის ავტორი, უბრალოდ თარგმნელი, მესამე მთარგმნელი იყო არსენ იყალთოელი და მათ ითანამშრომლეს სწორედ და დღეს იკითხება ეკლესიაში სწორედ ეს თარგმანი არსენ იყალთოელისა მე-6 ხმაზე გაწყობილი ჰანგებით, რომლის ავტორია, როგორც გითხარით, ივანე ქართლის კათალიკოსი. ასევე გელათის მონასტერში ვიცით, რომ შემდგომშიც ძალიან ნაყეფიერი შემოქმედებითი საქმიანობა მიმდინარეობდა და აქ იყო სკოლა, სადაც შეგირდები სწავლობდნენ არა მარტო გალობას, არამედ მუსიკის თეორიას. ამას ნათლად მოწმობს ივანე პეტრიძის თხზულება განმარტება პროკლისათვის, დიადოხოსისა და პლატონურისა ფილოსოფიისათვის. აი ამ თხზულების მეორე თავიდან ჩანს, რომ აქ იყო სასწავლო სამოსთაი გელათში, რაც ნიშნავს, რომ აქ იყო მუსიკის სახელმძღვანელო, სავარაუდოდ ეს იყო ბერძნულიდან ნათარგმნი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ესე ვთქვათ, ბერძნული ტერმინები, მუსიკალური ტერმინები ფიქსირდება თვითონ პეტრიძის თხზულებაში, რომელსაც ის იყენებს და სავარაუდოდ იგივე
ტერმინები იყო ამ სამხელმძღვანელოში, იპატონიტა, ის საუბრობს აი ამ მუსიკალურ სისტემაზე, ის საუბრობს კილოებზე, მორთულთა გვარებზე, რომელსაც ყველა კილოს აქვს თავისი განწყობა, თავის განწყობილებას ქმნის და ეს განწყობილება, რომელიც გარკვეულ გავლენას ახდენს მსმენელზე და მლოცველზე. ძალიან საინტერესოა ასევე ივანე პეტრიწის ესე იგი ეგრეთ წოდებული ბოლო სიტყვაობა, თხზულება, რომელიც აღმოჩნდა რომ არის ცალკე თხზულება მისი და ის ფსალმონის შესახებ არის აქ ფსალმონის შესახებ არის საუბარი. აი სწორედ ამ თხზულებაში ივანე პეტრიწი საუბრობს ქართული გალობის მრავალხმიანობის შესახებ. აქედან ჩანს რომ უკვე გელათში და უკვე გელათში ჟღერდა სამხმიანი გალობა და ბევრად უფრო ადრე ჟღერდა როგორც ჩანს სხვა მონასტრებში უფრო ძველ ესე ვთქვათ სამონასტრო ცენტრებში. იმდენად დამაჯერებლად ესე ვთქვათ იმდენად ისეთ საუბრობს ესე ვთქვათ სამხმიანობაზე პეტრიწი როგორც საყოველთაოდ როგორც ჩანს უკვე ცნობილ მოვლენაზე და სამი ხმის ერთობას ის იშველიებს იმისთვის რომ ესაუბროს და განუმარტოს თავის მსმენელს დოგმა ყოვლადწმიდა სამებისა იმდენად ესე ვთქვათ თვალნათლივი ნიმუშია სამხმიანობა და აი ამ ანალოგიისთვის შესანიშნავი საშუალება აი ამ განმარტებისთვის რომ ჩანს რომ ყველა მისი შეგირდისთვის ეს ცნობილი და ასე ვთქვათ საყოველთაოდ ესეთი ცნობილი მოვლენაა. შესაბამისად შეიძლება აი ამ პეტრიწის აი ამ მსჯელობიდან გამომდინარე ვივარაუდოთ რომ სამხმიანობა საქართველოს ეკლესიაში უკვე დიდი ხნის დამკვიდრებული იქნებოდა და მათ შორის გელათის მონასტერში. ჩვენ ვიცით რომ იმ ხანად უკვე მე-13 საუკუნიდან მერე უკვე ივანე პეტრიწის ეპოქის შემდეგ ძალიან მალევე ჩვენში გავრცელდა განსაკუთრებით საბაწმინდის წესგანგება. და მათ შორის არსენი ყალთოელის მიერ ნათარგმნი შიომღვიმის ტიპიკონი არის ყველასთვის ცნობილი, რომელიც წარმოადგენს საბაწმინდის წესგანგების მოწმინდურ რედაქციას. აქ არის ისეთი ტერმინები ნახმარი, მაგალითად მორთული, აქ არის საუბარი სადღესასწაულო საგალობლის ქრისტე აღდგას შესრულებაზე მორთული სახით, ასე ვთქვათ. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ დროისათვის უკვე გამშვენებული გალობა იყო გავრცელებული საქართველოში, მათ შორის გელათის მონასტერში და სავარაუდოდ ეს გამშვენებული გალობა კიდევ უფრო ადრე წარმოიშვა და დავით აღმაშენებლის ეპოქაში და შესაბამისად გელათის მონასტერში შეიძლება ვივარაუდოთ რომ აი ეს გამშვენებული გალობის ხელოვნება კიდევ უფრო მაღალ განვითარებულ მაღალ საფეხურს მიაღწევდა. გელათის მონასტერმა როგორც უკვე აღნიშნეთ შემდგომში შეინარჩუნა სამგალობლო ხელოვნების ცენტრის ფუნქცია და დანიშნულება. ჩვენ ვიცით რომ აქ ღვთისმსახურებაში გალობა ასრულებდა დომინირებულ ფუნქციას და მუსიკალური საწყისის ხვედრითი წილის ზრდაზე ამ დროისათვის მიუთითებს ის ლიტურგიკული წესგანგებანი, ის ლიტურგიკული წიგნები, რომელიც ჩვენამდე არის მოღწეული და ამაზე სხვათა შორის წერს ცნობილი მეცნიერი მიხეილ არანცი, რომ ის წიგნები, რომელიც არის საქართველოში, ეს ძველი ხელნაწერები მიუთითებენ, რომ ის წესგანგება, რომელიც იყო ჩვენთან მოქმედი წმინდა სოფიის ტაძრის გალობის განგების გავლენას განიცდიდა. გალობის განგება იყო წესგანგება, რომელიც გულისხმობდა ღვთისმსახურებაში ყველა საგალობლის შესრულებას გალობით.
холод იკითხებოდა ლიტურგიკული საკითხავები, ეს იყო სახარება, სამოციქულო, საწინასწარმეტყველო და აი ამ საკითხავების ზედამკვლის ასამაღლებლების და კვერექსების, დიაკონის კვერექსების გარდა ყველაფერი გალობით ითქმოდა. ამ საინტერესო ფაქტზე მიუთითებს სხვათა შორის შემდეგ დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძეც ის წერს, რომ ღამისთების როცვა, როდესაც ტარდებოდაო, ესე იგი ყველაფერი იგალობებოდაო. წარმოუდგენელი იყო თუნდაც ერთი ტროპარის, ერთი დასდებლის გალობის გარეშე თქმაო და საწინასწარმეტყველოს და სახარების გარდაო ყველაფერი გალობით ითქმოდაო. ჩანს ნამდვილად, რომ აი ეს გალობის განგება ასმატიკიაგლუთია, როგორც ქვია მას, ესე ვთქვათ, ბერძნულად. ნამდვილად აი ეს ტრადიცია საქართველოშიც იყო გავრცელებული. ძალიან საინტერესო ამ მხრივ წმინდა ექვთიმე აღსარებლის კერესელიძის ცნობა. ის როდესაც აღიკვეცა ბერად, მოგვიანებით ის დამკვიდრდა გელათის მონასტერში, ეს იყო 1912 წელი. წმინდა ექვთიმე აღსარებელი, რომელმაც მართლაც უდიდესი სამგალობლო რეპერტუარი, ესე ვთქვათ, დაგვიტოვა, მან შექმნა შესანიშნავი წიგნები შეადგინა ფილიმონ ქორიძის ჩანაწერების, საგალობლო ჩანაწერების საფუძველზე და ეს არის ნოტირებული კრებულები. აი ამ ღვაწლის ასე ვთქვათ დროს, აი ამ მუშაობის დროს ის გელათის მონასტერში სპეციალურად ზრუნავდა, რომ შეეძინა სანოტო ქაღალდები, ხუთხაზიანი, ასე ვთქვათ, სისტემით და ეს ყველა საგალობელი სუფთად გადაეწერა და ის წერს, რომ მე საგანგებოც გელათის მონასტერი ავირჩიეო სამოღვაწეოდო, რადგან ყველაზე სრულად წესგანგებანი და ტიპიკონიო გელათის მონასტერში სრულდებოდაო და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მე შემესწავლაო აი სწორედ აი ეს წესგანგება, საღვთისმსახურო წესგანგებანი გელათში შემასწავლაო და მართლაც აი ეს ცოდნა მიიღო, ღრმა სიღრმეზე ცოდნა იმისთვის, რომ მე სრული ლიტურგიკულად გამართული კრებულები შეექმნა და არაფერი არ გამოსჩენოდა, ყველაფერი რაც იგალობებოდა, ყველაფერი ეზრუნა იმისთვის, რომ აი ფილიმონ ქორიძის ჩანაწერებში თუ რაიმე აკლდა შეევსო და ასე ვთქვათ, მომავალი თაობებისთვის დაეტოვებინა ასეთი სრული კრებულები. და შემთხვევითი არ არის, რომ აი ეს მე-19 საუკუნის დიდი მგალობლები, რომელიც ჩვენ გვყავს, მათი უდიდესი ნაწილი გაზრდილი არის, ასე ვთქვათ, გელათის მონასტერში. ან კიდევ აი გელათში აღსდილი სწავლულების ნამოწაფრები არიან. ესეთი დიდი მოღვაწე იყო ანტონ დუმბაძე, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მგალობლად იყო აღიარებული და მან ცოდნა მიიღო, როგორც კი გელათის მონასტერში და მრავალი შესანიშნავი მგალობელი აღზარდა და გადმოცემის თანახმად და ამისი წყაროები არსებობს, მას ჰქონდა 5-წლიანი სასწავლო პროგრამა და სავარაუდოდ ეს იყო გელათური პროგრამა, რომლითაც ასწავლიდა თავის შეგირდებს და 5500-ზე მეტი საგალობელი იყო გათვალისწინებული ამ პროგრამით, ანუ ამდენი საგალობლის შესწავლა იყო გათვალისწინებული ამ პროგრამით და ზეპირად შესწავლა. მან შესანიშნავა იცოდა ნეუმური დამწერლობაც და სავარაუდოდ მან სწორედ ეს გელათში შეისწავლა. ასევე ერთ-ერთი შესანიშნავი მგალობელი გახდა დიტო ჭალაგანიძე, დიმიტრი ჭალაგანიძე, რომელიც მარტვილი სამგალობლო სკოლის წარმომადგენელია, მაგრამ როგორც ვიცით, მას მოგვიანებით მოუხდა ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას გელათში მოღვაწეობა და
პროცენტ ქუთაისში მოღვაწეობა, მან გელათში მოღვაწე გელათელი კანდელაკებისგან მიიღო დიდი ცოდნა. ის მიტროპოლიტმა დავითმა იმ ხანად, რომელიც მოღვაწეობდა, ეს არის სადღაც 19-20 საუკუნის მიჯნა, ჩააბარაო აღსაზრდელად, ანუ ცოდნის გასაღრმავებლად სინო კანდელაკს, რომელიც ითვლებოდა, რომ იყო სრული მგალობელი, შესანიშნავი მგალობელი და მასთან გაეღმავა ცოდნა. და ძალიან საინტერესო ფაქტი ვიცით ჩვენ, რომ ანტონ დუმბაძე და დიმიტრი ჭალაგანიძე გალობდნენ არა მარტო მთელ ჰიმნებს ღამისთების ლოცვის დროს, არამედ ფსალმუნებსაც. ამის შესანიშნავი ცნობა გვაქვს ლადო გეგეჭკორის, რომ მათ ესე ვთქვათ, ესე იგი ფსალმუნთა კანონები, რიგის კანონებს რომ უწოდებენ დღეს, აი ეს დღეს იკითხება, არ იგალობება, მთლიანად გალობით შეასრულეს მარტვილის მონასტერში, როდესაც ეს მოთხოვნა მათ წაუყენა მიტროპოლიტმა იმ ხანად მიტროპოლიტმა დიმიტრი აბაშიძემ მათ აკურთხა, რომ ეს ფსალმუნთა კანონებიც გალობით შეასრულეთო პეტრე პავლოვის დღესასწაულზე და აი მთლიანად ფსალმუნთა კანონებიც მათ გალობით თქვეს. რატო არის ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ აი მთელი ფსალმუნის გალობით შესრულება რვახმის მიხედვით, რვახმის ჰანგებზე იყო ეს გაწყობილი, მთელ რიგ ეკლესიებში, ესე ვთქვათ, აღარ ესე იგი მივიწყებული იყო ეს ტრადიცია, მაგალითად რუსეთში მე-17 საუკუნემდე მოაწია ამ ტრადიციამ და მერე უკვე შეწყდა და კითხვით ესე ვთქვათ აღავლედნენ ლოცვას და აღარ გალობდნენ და ქართულ სამგალობლო ტრადიციაში ეს როგორც ჩანს შენარჩუნდა სადღაც მე-19 საუკუნემდე, იმიტომ რომ როგორც თქვით, აი ეს დიდი მგალობლები ამ ცოდნას ფლობდნენ და კიდევაც ასრულებდნენ აი ამ საგალობლებს. ბევრი ესეთი საგალობელი შემიძლია დავასახელო კიდე, რაც გელათში როგორც ჩანს სრულდებოდა და დღეს უკვე ის აღარ სრულდება სამგალობლო პრაქტიკაში, მაგალითად ეგრეთ წოდებული სვინაქსაროლის საგალობლები და ხელნაწერების ძალიან საინტერესოა იგივე თიტო ჭალაგანიძის ხელნაწერი, სადაც მაგალითად მღვდელმთავრის შემოსვის საგალობელი სრულიად სხვაგვარად იგალობება ანტიფონურად, რასაც დღეს დიაკვანი კითხულობს, ის იმ ხელნაწერში გალობით არის წარმოდგენილი და ყველა ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთ საქართველოში გელათში, საიდანაც ვრცელდებოდა ცოდნა გალობისა, ძალიან მდიდარი ტრადიციები იყო და ის ძველთაგანვე, ასე ვთქვათ, ძველთაგანვე ეს ტრადიციები ცოცხლად იყო შენარჩუნებული და თაობიდან თაობისათვის გადაცემული. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი მე-19 საუკუნის მოღვაწეები, რომელთაც ეს ცოდნა ზეპირ გადაცემით მიიღეს, აღნიშნავდნენ ასე მაგალითად ხუნდაძე ამბობდა გელათიო გალობის ბუდე იყო. ქორიძეც ამას მოწმობს, ფილიმონ ქორიძე, ის ამბობს, რომ აი სწორედ გელათიდან ვრცელდებოდა გალობა, მარტვილის მონასტერსაც ასახელებს ის. და საინტერესოა ისიც, რომ გელათის მონასტრის კილო, ასე ვთქვათ, გაიგივებული იყო ეგრეთ წოდებულ ნამდვილ კილოსთან. ნამდვილი კილოს უწოდებდნენ იმ საბაზისო კილოს, საგალობლების საბაზისო კილოს, რომელიც საფუძვლად ედო ამ საგალობლებს და მე ეს შეიძლება გაემშვენებინათ და დავუშვათ სხვადასხვა მონასტერში ამ საბაზისო კილოს შეიძლება და რაღაცა თვითყოფადი რაღაც ელფერი მიიღო, თუმცა საფუძველი ერთი ქონდა და ეს საფუძველი სწორედ იყო გელათური. აი ასე განმარტავდნენ ჩვენი წინაპრები, ასე რომ გაზეთი ვერიაში ერთ-ერთი მოღვაწე ესეც წერს, რომ ეს ნამდვილი კილო არისო გელათური კილო,
საიდანაც გალობა ვრცელდებოდა, არა მხოლოდ მთელ დასავლეთ საქართველოში, არამედ ვრცელდებოდა მთელ აღმოსავლეთ საქართველოშიც კი. ასეთი უდიდესი ცენტრი გახლავთ გელათის მონასტერი და გახლდათ გელათის მონასტერი და ვფიქრობთ, რომ ამ ტრადიციების აღდგენას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენთვის და იმედია რომ ის მრავალრიცხოვანი გელათის სკოლის საგალობლები, რომელიც ჩვენ გვაქვს საბედნიეროდ უკვე 5 ხაზიანი ნოტაციით ჩაწერილი სახით ეს ყველაფერი დროთა დრო, ესე ვთქვათ, ეტაპობრივად აღდგება და ისევ აჟღერდება საქართველოს ეკლესიის მონასტრებში. დღეს ამით დავასრულებ საუბარს გელათის სამგალობლო ტრადიციების შესახებ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.